მოგესალმებით. მე ვარ ეკატერინე ქარდავა, შრომის სამართლის პროფესორი, ჟან მონეს პროფესორი. მე გესაუბრებით ისეთ თემაზე, როგორც არის შრომის სამართლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოს კანონმდებლობაში. ჩვენ სალექციო კურსს დავყოფთ 3 ნაწილად. პირველ ნაწილში გესაუბრებით იმ დინამიკაზე საქართველოში, რომელიც ხორციელდებოდა წლების განმავლობაში ევროკავშირის სამართალთან დაახლოების კონტექსტში. ამავდროულად ხაზგაუსმევ ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებს შრომის სამართლის სფეროში. მეორე ნაწილში მე ვისაუბრებ 2019-2020 წლებში საქართველოში განხორციელებულ დიდ რეფორმაზე და რევიზიაზე საქართველოს შრომის კოდექსის ნაწილში და მესამე ნაწილში მე ვისაუბრებ კონკრეტულ საკითხზე დედის დეკრეტული შვებულება. სამივე ნაწილში ხაზგასმული იქნება ის მიღწევები და პროგრესი, რაც ხორციელდებოდა საქართველოში ევროკავშირის შრომის კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში, ამავდროულად ვახსენებ იმ პრობლემებს, იმ გამოწვევებს, რომლებიც დღემდე დგას საქართველოს წინაშე და შესასრულებელია. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შრომის უფლება ეს ცენტრალური უფლებაა თანამედროვე დემოკრატიაში. თანამედროვე ადამიანი კაპიტალს მოიპოვებს შრომითი უფლებებიდან და ზუსტად ეს კაპიტალი ხდება მერე განსაზღვრელი იმისა, მოიწყობს თუ არა ის ღირსეულ ცხოვრებას და შეძლებს თუ არა პირად და საოჯახო განვითარებას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია შრომის თავისუფლება, იმავდროულად აღიარებულია შრომის უფლების დაცვა, შრომის უსაფრთხოების დაცვა, ამავდროულად აღიარებულია, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქის დასაქმებაზე. აქედან გამომდინარე, მიღწეულ იქნეს ისეთი მიზნები, როგორიც არის სოციალური სახელმწიფო, სოციალური მართლმსაჯულება, დედათა და შვილთა დაცვა, ღირსეული ცხოვრება, საარსებო მინიმუმის განსაზღვრა და სხვა სოციალური ასპექტები წარმოუდგენელი არის ღირსეული შრომის პოლიტიკის გარეშე. შრომის სამართლის განვითარების პროცესები საქართველოში საკმაოდ კომპლექსური და წინააღმდეგობრივი იყო. პირველი შრომის კოდექსი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც მიიღო პარლამენტმა, ფაქტიურად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ სტანდარტებს. ევროკავშირი ევროკომისიის ანგარიშების ფორმით არაერთხელ აღნიშნავდა წლიდან წლამდე და პერმანენტულად, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში. ევროკავშირს არასოდეს არ დაუყენებია საქართველოს წინაშე ისეთი რეკომენდაციები, რომელიც გაცდებოდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ დებულებებს. პირიქით, ევროკავშირის მხრიდან დაყენებული რეკომენდაციები ყოველთვის ითვალისწინებდა და იაზრებდა იმას, რომ ადამიანი უნდა გაძლიერდეს, განვითარდეს, მეტი და მეტი ღირსეული ცხოვრების პირობებში უნდა იმყოფებოდეს, მეტი კეთილდღეობა უნდა მოდიოდეს მასთან, მეტი პროფესიული განვითარებით, მეტი უნარების გამომუშავებით და ზოგადად შრომის პოლიტიკის პროევროპულად რეფორმირებით ის სხვა მიზნებსაც სწვდებოდა, როგორიც არის ოჯახის ერთიანობა, როგორიც არის უკანონო შრომითი ემიგრაციის პრევენცია და დემოგრაფია და სხვა. მიუხედავად მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებისა ევროკავშირის მხრიდან 2012-2013 წელი იყო პირველი გარღვევა, როდესაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს კონვენციათა დებულებები და ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტები აისახა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში. დიახ, ეს ფაქტი საკმაოდ დადებითად აღნიშნა ევროკავშირმა და იმავდროულად მიუთითა დააყენა ახალი რეკომენდაცია, რომ უკვე დრო არის ეს ევროპული სტანდარტები აისახოს პრაქტიკაში, ანუ რეალურად განხორციელდეს შრომის მენეჯმენტში და დავიდეს დასაქმებულის შრომით თუ პირად თუ საოჯახო ღირსეულ ყოფიერებამდე.
2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადეს ასოცირების შეთანხმება. რა თქმა უნდა, ეს მრავალმხრივი შეთანხმებაა, საქართველომ თვითონ გამოხატა ნება ამ ხელშეკრულების დადებისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება როცა იდება, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. ზუსტად ამ ხელშეკრულებით დადგენილი არის არაერთი ვალდებულება შრომის სამართლის სფეროში, როგორ და რას კონკრეტულ ასპექტებში უნდა დაუახლოვდეს საქართველო როგორც ILO-ს, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა 2014 წელს, რეალურად შრომის კანონმდებლობის რეფორმირება არც განხორციელებულა 2019-2020 წლებამდე, ხოლო ეს 2020 წელი უკვე იყო ნამდვილად დიდი რევიზიის, საქართველოს შრომის კოდექსის დიდი გადასინჯვის პერიოდი. კონკრეტულად რა შეეხო ცვლილებები 2019-2020 წელს ამაზე ვისაუბრებ მეორე ნაწილში, მანამდე კი ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ასოცირების შეთანხმების დადებიდან უკვე გავიდა 10 წელი, 2023 წლის დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს სტატუსი მიენიჭა საქართველოს მხრიდან თხოვნის და საჯარო, ასე ვთქვათ, მიმართვიანობის შედეგად და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაცდა იმ ფორმატს, რასაც ქვია ასოცირება ევროკავშირთან და გადავიდა უკვე გაფართოების სივრცეში დანარჩენ სხვა 9 ქვეყანასთან ერთად და ეს უკვე მოწმობს იმას, რომ ასოცირების შეთანხმებით დადგენილი სტანდარტები უკვე ძლიერდება და ღრმავდება და ევროკომისიამ 2023 წელს და 2024 წელს უკვე ახალ ფორმატში, გაფართოების ფორმატში საქართველოს წინაშე დააყენა კიდევ ახალი ვალდებულებები შრომისა და დასაქმების სფეროში. ეს ბუნებრივია, რამე თუ საქართველომ წინ წაიწია ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. თუმცა დღეს უნდა ითქვას, რომ საწყენია ეს პროცესი, გაფართოების პროცესი საქართველოსთან მიმართებით შეჩერებულია. რა ვალდებულებები დაადგინა ასოცირების შეთანხმებამ? უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება რამოდენიმე კარისგან შედგება. მათ შორის მე ხაზს გავუსმევ მეოთხე კარს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მოკლედ DCFTA და მეექვსე კარს, რომელიც უშუალოდ ეხება შრომის დასაქმებისა და სოციალურ საკითხებს. უპირველეს ყოვლისა DCFTA-ის ნაწილში აღნიშნულია თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, რომ მან შექმნას მდგრადობისა და სტაბილურობის პოლიტიკა. აქ ხაზგასმულია, რომ სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები უნდა დაბალანსდეს შრომით და სოციალური ინტერესებთან და გარემოს დაცვით ინტერესებთან. ეს სამი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება დღეს ერთმანეთის თანაბარ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, არც ერთმა მეორე არ უნდა დააზიანოს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეკონომიკური ინტერესები, საერთაშორისო ვაჭრობა, წარმოება, დოვლათის შექმნა და რა თქმა უნდა, ეს ინტერესი უნდა იყოს დაცული და ეს არ უნდა დაზიანდეს გარემოს დაცვითი და სოციალური ინტერესების გამო, მაგრამ ამავდროულად ეს სავაჭრო ეკონომიკური მიზნები პირდაპირ პროპორციულად უნდა იცავდეს ადამიანს, რამე თუ ადამიანი ამ შემთხვევაში დასაქმებული არის ზუსტად ამ დოვლათის შექმნის, ამ ეკონომიკის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე სუბიექტი. ამიტომ DCFTA-ის ნაწილში ხაზგასმულია როგორც მდგრადი განვითარების ამ პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობა, ამავდროულად ILO-s კონვენციებთან დაახლოება და ფუნდამენტური ILO-s კონვენციების რატიფიცირების აუცილებლობა. რაც შეეხება მეექვსე კარს, სადაც უკვე უშუალოდ შრომისა და დასაქმების სფეროში ევროკავშირის სტანდარტებია ჩამოყალიბებული,
აქ სამ ნაწილად არის ჩაშლილი მისაღწევი მიზნები. პირველი ეს არის შრომის სახელშეკრულებო პირობები, მეორე დისკრიმინაციასთან ბრძოლა თანასწორობის უზრუნველყოფა შრომით ურთიერთობებში და მესამე შრომის უსაფრთხოება. მთლიანობაში აქ გაწერილია 40 დირექტივა, რომელსაც საქართველო უნდა დაუახლოვდეს. მე ხაზს გაუსმევ შრომის სახელშეკრულებო პირობებისა და დისკრიმინაციის ნაწილში შრომის სამართლის საქართველოს შრომის სამართლის ევროკავშირის შრომის სამართალთან აპროქსიმაციის საკითხებზე. აქ ისეთი დირექტივები არის შესასრულებელი, როგორიც არის სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ, შრომის ხელშეკრულების პირობების ინფორმირების შესახებ, არასრული სამუშაო დროის შესახებ, ვადიანი სამუშაოების შესახებ, დედის დეკრეტული შვებულების შესახებ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ და სხვა. ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ თითოეულ დირექტივასთან გაწერილი არის დაახლოების ვადა, ანუ ეს ეტაპობრივი და დაახლოებაა ევროკავშირთან, გააზრებულია რა საკმაოდ დიდი სირთულეები და ხარჯვითი ნაწილიც, რომელიც საჭიროებს შრომის სამართლის ევროპეიზაციას. უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ როდესაც ევროკავშირი აყენებს რეკომენდაციებს საქართველოს წინაშე და არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, სხვა გაფართოების ქვეყნების წინაშეც, ევროკავშირი იმავდროულად ქვეყანას ეხმარება თავისი ფინანსებით, საბიუჯეტო დახმარებებით და პროგრამებით. ამდენად არც ერთი ეს ვალდებულება, რომელიც ასოცირების შეთანხმებაში და სხვა დოკუმენტებშია გაწერილი, არ ყოფილა მხოლოდ ცალმხრივად საქართველოს პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო ევროკავშირი თავისი გამოცდილების გაზიარებით, ფინანსების მიცემით, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით და ეს კონტექსტი გასააზრებელია, რამე თუ ჩვენ სწორად გავიგოთ საქართველოს შესაძლებლობები შრომის სამართლის რეფორმირების კონტექსტში.